ჩავდეთ, უბრალოდ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ინტერვიუს პარალელში. ზოგადად გვიამბოთ, რამდენი წელია სკოლამდელი აღზრდის ცენტრი არსებობს ვოლგის მუნიციპალიტეტში, თქვენ რამდენი ხანია ხელმძღვანელობთ ამ სფეროს და მას შემდეგ რაც თქვენ ჩავდეთ ამ სამსახურს სათავეში, რა ცვლილებები განიცადეს? Გასაგებია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მე-6 წელია ფუნქციონირებს ვოლგაში, 12 საბავშვო ბაღია გაერთიანებული 6 ქალაქის ტერიტორიაზე, 2 დაბაში, დიდი დაბა გვაქვს კაზრეთის და თამარის დაბა და 4 სოფლებში, 4 საბავშვო ბაღი. არის სულ 1200-მდე ბავშვია რეგისტრირებული, 258 თანამშრომელი. ეს არის შეკითხვაში, მაგრამ ალბათ კი. 258 თანამშრომელი. მე მუშაობ მაისიდან როგორ მოხდით? რა პროცესები გაიარეთ? თავიდან მუშაობდი, ეჭინა ეტაპი მუშაობდი, ისევ აქ ვოლგის მუნიციპალიტეტში, რაღაც 2 თვის განმავლობაში ვიმუშავებ. თვითონ ტერიტორიულ ორგანოში და შემდეგ მივიღე შემოთავაზება, რომ განვასრულებავი ამ პოზიციაზე და საბოლოოდ მივიღე. კონკურსით გამოლებული არა, ნამდვილად კონკურსით არა. საინტერესო შემთხვევა იყო ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გვიამბეს, რომ გარკვეული კონკურსით ჩატარდა ამ პოზიციაზე და გარკვეული მოთხოვნები იყო დაყენებული, რა საინტერესო იქნებოდა, რა კრიტერიუმები იყო და რა კითხავდა საინტერესო კრიტერიუმები იყო, როგორც წესი გამოცდილება, განათლება და ასე შემდეგ. და ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო ჩვენთვის. თუმცა არ ვიგებ საინტერესო შემთხვევაა თქვენთან დაკავშირებით. მას შემდეგ დაინიშნეთ სამსახურში, რა ცვლილებები განიცადა სფერომ და რა პოზიტიური ძვრებია, ან რა ესეთი ხელშემშლელი და დაუწყალებელი ნიუანსებია, რაც სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ჩვენთან. ამ ჩემი მოსვლის შემდეგ დაემთხვა ის, რომ გამოვიდა ცვლილება შევიდა იმასთან დაკავშირებით, რომ 9 საათიანი სამუშაო დღე უნდა ყოფილიყო საბავშვო ბაღში, 9-12 საათიანი სამუშაო დღე უნდა ყოფილიყო. და თავისთავად 9 საათიანი სამუშაო დღე გამორიცხავს ერთი ადამიანის 9 საათით დაკავება სამსახურში სამუშაო. ამიტომ მიუბრუნდით ისევ ძველ მდგომარეობას, როცა იყო მეორე ცვლილები და ენაცვლებოდნენ აუცილებლები ერთმანეთს და დავაყენეთ ეს საკითხი მუნიციპალიტეტის წინაშე, რომ დაგვემატებინა მეორე ცვლის ამსწრებლები, რათა ქონოდა ამის შესაძლებლობა 9 საათი მუშაობა ყოფილიყო შესაძლებელი და დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და მაშინ პირველ ეტაპზე 53 ახალი შტატი დაემატა. აქედან 38 იყო მეორე ცვლის ამსწრელი. ჩვენ ყავდა მეორე ცვლის ამსწრელი, უბრალოდ შეჭრილი ცვლა ერთმა მაშინა და მხოლოდ ბაგის ჯგუფებში იყვნენ ისინი 12-დან 3 საათამდე თუ არ მეშველა ხასიათები ესე მუშაობენ, მაგრამ ეხლა ჩვენ მეორე ცვლის დამატების შემდეგ 3 საათზე იწვევიან, პირველი ცვლა მუშაობს ამსწრელი დილიდან 3 საათამდე და შემდეგ 3-დან უკვე იწვევა მეორე ცვლა და მოდის 7:30-მდე გვაქვს სამუშაო დღე. ამასთან დაკავშირებით სხვათა შორის მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღე, ბევრი მშობელი არ ეთანხმებოდა ამას, რომ ასევე სავალდებულო გავხადეთ ის, რომ 9 საათი დავუშვათ ბავშვი, რომელიც მოდის საბავშვო ბაღში, ის ბავშვიც ყოფილიყო მაქსიმალურად, არ ვთქვათ, მანამდე მიშველები იყო მშობლებმა, რომ თუ უნდა 2 საათზე წაიყვანდნენ, თუ უნდა 3 საათზე წაიყვანდნენ, თქვენთან შეხვედრაზე მშობელმა გააპროტესტა, რომ რატომ ვთქვათ, მაგალითად მიმყავდა მე-5-9-ზე ბავშვი და რატომ არ უნდა წავიყვანო ახლა, იმიტომ რომ უნდა წაიყვანო, რომ მე ვთვლი, რომ ყველა დაწესებულებას აქვს თავისი შინაგანაწესი და თუ კი მოდიხარ ჩვენთან, მაშინ ბოლომდე უნდა გვერდოთ და ჩვენ მარტო ის არ არის დავუშვათ ბავშვის მოყვანა ბავშვი, რომ როცა შემჭირდება 3-4 საათი დატოვო ბავშვი და წაიყვანო. ხო, რაღაცა უნდა მიიღოს ამ ბავშვმა, ხო, ჯერთი რეჟიმში ჩადგება, ალბათ თუ კი რა თქმა უნდა
გამწესი, თუ კი ბავშვს პრობლემა აქვს და თქვა უჭირს დარჩენა და რაღაც ამ შემთხვევაში თქონდა ყველანაირად მშობელს უთქვამით ხალხში და კი ბატონო ბავშვებს თანდათანობით ბაღს და ამ თუ რაღაც ექიმთან ჭირდება ანუ ჯანმრთელი პირობებთან ამას გამოვრიცხავთ, მაგრამ აი თავისუფლად ისე რომ ნებისმიერს რომ შეეძლოს, მე იცით რატომ უბრალოდ რატომ გავითვალისწინეთ, რატომ დავაყენე ეს მოთხოვნა, იმიტომ რომ ძირითადად იცლება ძირითადი რაოდენობა ბავშვების და რჩება 2-3 ბავშვი, რომელიც მე შემდეგ აი მართლა სტრესს განიცდის იმის გამო რომ ყველა წავიდა და ის დარჩა. და აქედან გამომდინარე, აი ამ კუთხიდან გამომდინარე, რომ ყველა ეს პირობებში იყო ეს 5 საათის შემდეგ მუნიციპალიტეტის შენობაში ბავშვები იყვნენ, იმიტომ რომ მშობლებს არ ჰქონდათ თქვათ იმის შესაძლებლობა რომ წაიყვანათ ეს თავიანთი შვილები სხვაგან და მოყავდათ ბაღში და რატო როცა ბაღი არსებობს, როცა მით უმეტეს მოთხოვნა არის რომ 9 საათი უნდა იმუშაოს ბაღმა, რატომ 2-3 ბავშვისთვის ყველა იყოს ერთ პირობებში. რა თქმა უნდა, ალბათ ის გასწორებია, რომ ბაღი ბავშვს სკოლისათვის ამზადებს, რა თქმა უნდა, ამზადებს და დიახ, მაგას გულისხმობდი, რომ მარტო ის არ არის, რომ მოიყვანო ბავშვი 2-3 საათი, როცა შენ აქცალია და მერე წაიყვანო, იმან გარკვეული ცოდნა, გამოცდილება, უნარი, თუ რაღაც უნდა ჩამოუყალიბდეს და ერთ დღეს განმავლობაში ისე არის გაწერილი პროგრამულად, რომ ნაბიჯ-ნაბიჯი იღებს ამას ბავშვი და ყოველ წუთს და ყოველ წამს. ახლა რა თქმა უნდა დააკლდება ეს თუ კი მას თქვათ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვეულებრივად იყოს ბავშვი დღის ბოლომდე მით უმეტეს ახლა ყველაც კარგი გოს პირობები მაქსიმალურად ვცდილობ რომ კარგი იყოს და მე მგონი თავიდან მქონდათ აი პრეტენზიები ნამდვილად მქონდათ მშობლებს, მაგრამ მე და მეტნაკლებად მიჩვენენ და მიიღეს. აი ხა ჩვენ ვახსენეთ სასწავლო პროცესი. თუ გაქვს თორმეტი ბავშვის გარდიანების შემადგენლობაში, ესე ვთქვათ, თუ გაქვს ერთიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საკრებულოს მიერ არის დამტკიცებული, რომელ წელს იქნა დამტკიცებული, თუ გაქვს ეს ერთიანი სასწავლო პროგრამა, როგორც მუშაობენ და უშუალოდ ეს პროგრამა, ახლა ეს ახალი თქვათ ერთიანი სასწავლო პროგრამა, ნამდვილად ამ ეტაპზე, რაც მე მოვედი, ეს ახალი მუშაობებია, მუშაობენ, აი აქვს თავიანთი გამოცდილება, ეს სახელმძღვანელოები. საკრებულოს მიერ რაიმე დამტკიცებული, სადაც წარსულში და ახლა მიყვებიან, აი საკრებულოს მიერ ეს უნდა იყოს როგორც წესი. ახლა ჩვენ გვაქვს სტრატეგია, მე როცა მომედით, მე გავაკეთე სტრატეგია, თქვათ საბავშვო ბაღებისთვის 2017 წლის ჩართვის სტრატეგია, ეს არის საკრებულოს მიერ დამტკიცებული. მაქსიმალურად მივყვები მართულებები, რომელიც აი რა თქმა უნდა ამცანებში სამხედრო გეგმა გექნება. რა თქმა უნდა, იქ აწერილი გვაქვს, რომელიც აუცილებელია პირველ რიგში გადამზადება, ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ალბათ ბოლოს 5 დღის წინ გაიარა რამდენიმე ამსწრელმა მხოლოდ გადამზადება და ხა ყოველდღიურად რაღაც იცვლება ფსიქოლოგიაში, ამსწრელების მოთხოვნებში, იმაში ნამდვილად საჭირო იქნებოდა. აქვს ინფორმაცია თუ გახსოვთ თქვენ ვიტყვით რომ ეს წელია რაც ჩავდექით სათავეში. თუ გაქვს ინფორმაცია, რა საკითხებში გაიარეს გადამზადება აღზრდებლებმა, რა იყო ეს ბოლო საკითხები, რომელსაც ჩაუტარდეთ გარკვეული ტრენინგები? რამდენიმე ლოგოპედმა გაიარა ტრენინგი და რამდენიმე ამსწრელმა. ესეც იყო საკუთარი სახსრებით, რაღაც მუნიციპალიტეტის სახსრებით უფრო ადრეულ წლებში იყო, როგორც მე ვიცი, ძალიან მცირე რაოდენობა იყო მაშინაც და ზოგადად რო ვთქვათ, რომ ყველას აქვს გადამზადების კურსები გავიგე, ნამდვილად არ არის. ეს იყო რაიმე განათლების სამინისტროს მიერ ინიციირებული ტრენინგ პროგრამა თუ იყო? არა, ეს იყო ხო მე მოგწონს რამდენჯერმე მქონდა განათლების სამინისტროსთან საუბარი იმის თაობაზე, რომ აი იქნებ რაიმე ტრენინგი ან სხვადასხვა არასამთავრობოებთან სულ სატელეფონო საუბარი მაგრამ სამწუხაროდ ქვემო ქართლის რეგიონი რატომღაც არ არის ამაში ჩართული, არის უფრო მაღალმთიანი, აი აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლს რატომღაც სამწუხაროდ არ ეხება ჯერჯერობით ეს არ არის გათვალისწინებული.
მიღებული ასეთ პროგრამაში. თქვენ ახსენეთ განსაკუთრებულად კვალიფიკაცია პედაგოგების და ახსენეთ სასწავლო პროცესი, რომელსაც მუდმივად ჭირდება ესეთი მოქნილი თვალი და ხელი, რომ ყოველთვის ხარისხიანი მიეწოდება და თქვენს ასევე ისიც ახსენეთ, რომ ერთიანი სასწავლო პროგრამა ფაქტობრივად არ გვაქვს და ერთიანი სასწავლო პროგრამა და კი რა ძველი პროგრამა. როგორ ახერხებთ სასწავლო ელემენტების კონტროლს, როგორც ესე ბაზის სკოლისთვის ამზადებს და დავდივარ დაინფორმაციულ ბავშვები ყავს ეს ეს დავდივარ მეთოდისტიანი საზოგადოებაში ყველა დიდ ბაღებში ყავს მეთოდისტი, ყველა ბავშვი ყავს ლოგოპედი, ფსიქოლოგი და შემოწმებაზე დავდივარ ფასვეცებით მეცადინეობებში, მაგრამ ისე უნივერსიტეტში რაღაც ისე სუბუქად რომ ეს ბავშვი ზადად და სტრესული მომენტები არ ქონდეს რომ შემოწმება აქტიურად შევდივარ მეცადინეობაზე ვნახულობ გამოწვევთ ამსდელმა რამდენად აი პროგრამა უნდა ქონდეს მას გაწერილი აუცილებლად ამას თქოს რომ უნდა იმუშაოს ბავშვთან რა გააკეთოს რაზე იმუშაოს ასევე ფსიქოლოგს ლოგოპედს რომელ ბავშვს ჭირდება მეტყველების გამოსწორება რომელ ბავშვს ფსიქოლოგიური მომენტების თქვა რაღაც აღმოფრა ეს ყველაფერი განწერილია რა თქმა უნდა და შემდეგ ჩანაწერებს აკეთებთ რა შედეგი იყო დასახული რა შედეგამდე მივიდნენ და ჩვენც როცა მივდივართ ამ ყველაფერს ნახულობთ ადგილზე მეტნაკლებად ალბათ ვახერხებთ მე მგონი რომ ფიქრობთ რომ დააჩვენილია თვითონ ახალგაზრდები მასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესის მართვა რამდენად მოადვივდებათ ეს საქმე თუ აქვთ თანამედროვე სასწავლო თვალსაჩინო მასალები თანამედროვე ტექნიკა ბავშვი რომელიც გამოადგება სასწავლო პროცესის სწორად აი მაგასთან დაკავშირებით თვალსაჩინოებთან დაკავშირებით და ზოგადად სათავისოებთან დაკავშირებით ნამდვილად პრობლემა არის ნამდვილად ჩვენ შაშანაც ქონდა დასწავლეთ მაგნიტური დაფები, რომ თქვა შესაძლებელი იყოს, აი ელემენტარულად რაღაც ელემენტარული ასწავლოს მასწავლებლებს, ამსდელმა აჩვენოს ბავშვებს. მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ყველაფერს ვთქვათ აქვს იგივე თვალსაჩინოებშობათ გულისხმობთ რა ჭირდება ფერადი ქაღალდი სამუშაოთვის ეს ყველაფერი ამას ყველაფერს ჩვენ თქმა უნდა ვამარაგებთ ამით ასესებულება მაქსიმალურად მენეჯერი წარმოადგენს მოთხოვნას ვთქვათ რამდენი რა ჭირდება და ჩვენ ამისთვის თანხები მუნიციპალიტეტის თავიდან წლის დასაწყისში ჩადებულია თანხმაში წინასწარ გაანგარიშებული და არის თანამედროვე ტექნოლოგიებში კიდევ რას გულისხმობთ ნამდვილად რომ ხარჯები განვითარებისთვის ფიზიკური და მუსიკალური განათლება მუსიკალური გეიების ჩამოყალიბება და დამოკიდებულება გარკვეული მიმართულებით მუსიკალური ცენტრები არის პიანო ფორტეპიანო არის ყველა ბაღში მაგრამ რა თქმა უნდა უკვე სასურველი იქნებოდა რომ განათლებული იყო ეს ყველაფერი ნამდვილად იბიზნეს წინ არის შეძენილი ეს მუსიკალური ინსტრუმენტებიც და უკვე საჭიროებს შეცვლას ან შეკეთებას მაინც ალბათ და მუსიკალური ცენტრები და სახჭურველია ბაღები კი მნიშვნელოვანი საკითხზე ესეთი საქმიანი იერი მიეცემა ხოლმე საუბარს როდესაც ფინანსებზე საუბარს და რამდენი გაქვთ წელს სამსახურს ყოველდღე ცენტრს რამდენი გაქვთ ბიუჯეტი და რამდენად საკმარისია ან არ საკმარისია საჭიროებების ჩვენი ბიუჯეტი იგეგმა მინიმუმ 250 და ნამდვილად არ არის ეს რომელიც ჭირდება ყველა ჩვენი პრობლემის დაკმაყოფილებას ეს ნამდვილად არ არის საკმარისი თანხა უბრალოდ ეს თანხა შედგა იქიდან გამომდინარე რომ
ლოცულობნელი იყო ბიუჯეტში რაღაც პრობლემები, ამის შესახებ ვიყავით გაფრთხილებულები და ძალიან მინიმალისტური მოთხოვნები ჩავდებით ჩვენს ბიუჯეტში, თორემ ნაკითად უნდა უფრო მეტია გასაკეთებელი და ისიც რომ ჩვენგანმა, მაგრამ უბრალოდ არ იძლეოდა ბიუჯეტი ამის შესაძლებლობა. ბიუჯეტის საშუალება როგორი იყო? რა თქმა უნდა, მაშინ რამდენი თანხაც მაინც? პირველი თანხა, დიახ, თანხასხაობაც რო გაინტერესებთ, დიახ, პირველი თანხა, რომელიც პირველი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, 1.522.000 იყო თუ არ მეშინე. რომელიც ვერ დაგყიდა, დიახ, და შემდეგ ჩამოვედით 1.283.000, დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია რა პროცედურები აქვს კონკრეტულად ცენტრს იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ახალგაზრდათა მშობლების ჩართულობა პრიორიტეტების შემუშავების პროცესში და ზოგადად ბიუჯეტირების პროცესში თუ გაქვს რაიმე სხვათა შორის უბრალოდ ესეთი სტრატეგიული რაღაც პროგრამა ამის რომ მშობლები ჩავსვათ ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ თვითონ ბაღის მენეჯერი და ბაღის თანამშრომლები უზრუნველყოფენ ამას, რომ თვითონ მშობლის დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთონ აი მე დღესაც ვიყავი ბაღში ეს მქონდა ამაზე მქონდა საუბარი რომ მაქსიმალურად თუ თვითონ არ აქვს სურვილი დავუშვათ და ვერ მოიფიქრებინოს რომ ჩაერთონ თქვენს მუშაობაში თქვენ შეესწავლეთ ერთხელ ჩართეთ აუცილებლად მშობელი ერთხელ შესთავაზეთ რომ მოგზავნე დაესწარი შეისწავლეთ ბაღის მდგომარეობა და მეორეჯერ თვითონ გაუჩნდებათ ეს სურვილი რომ მოვიდნენ და ჩაერთონ სამზარეულოში შეიყვანეთ სასწავლო პროცესს დაასწარით და მერე ნაკლებად უფრო გათვითცნობიერებული იქნებიან და უფრო მიხვდებიან სად შეიძლება გქონდეთ რაიმე პრობლემა პრეტენზია და სად შეიძლება ეს ნაკლებად წარმოაჩენონ. არამშობელთა კომიტეტები ნამდვილად არ ყავს ეს, მაგრამ თუ რაღაც და კიდევ არის მშობელთა კატეგორია, რომლებიც სად არიან და უბრალოდ ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვაში დაეხმარონ ბაღს და ეხმარებიან დავუშვათ რაღაც ფინანსურ გულის მით უმეტესად საერთო თქვენ ახსენეთ, რომ მშობელთა კომიტეტები, საბჭო, მსგავსი თვითმმართველი როლები მშობელთა ბაღებში საკმაოდ ისეთი მომენტია ჩვენი მოსაზრება ჩვენ დამოკიდებულება ის რომ მშობელს უნდა ქონდეს გარანტირებული სივრცე და ადგილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისათვის. თუ არის აი სხვა მექანიზმი, მაგალითად საინფორმაციო დაფები თუ არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სადაც თუნდაც ესეთი სფეროს მარეგულირებელი დოკუმენტაცია იქნება გამოფენილი, გამოგაკრული, რომელსაც დაიკითხავენ, გაიცნობენ, თუ არის საინფორმაციო დაფების რეჟიმში ურთიერთობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის მიღებული კომუნიკაციის საშუალება. იცით რა ხო, ერთადერთი ისეთი ალბათ შეიძლება მენიუს თუ ვიყურებთ, რომ ნამდვილად ყოველდღიურად არის მენიუ გამოყრილი, იმ დღის მენიუ ყველა მშობელმა იცის, რას მიეცემს მისი შვილი და უფლებას ჰქონდა შევიდეს ნებისმიერ აი ეს 인ფორმაცია რომ ბაღი გახდა უფასო, მშობელი 25 ლარი იყო თუ 20 ლარი, რომ არ გადაიხდიდა. ამის ინფორმაცია როგორ მიაწოდებს მშობელს? გამოყრული იყო სადმე ეს კანონით გამოცემული ბრძანება თუ სიტყვიერი გადაცემით რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია იყო გავრცელებული თვითონ მენეჯერების მიერ ბაღებში რომ ბაღი არის ინფორმაცია და თანაც ეს ისეთი საკითხი იყო რომ ყველა მუცებ გაიგონეს ამარული საკითხი იყო ინფორმაცია მოვიდა ბრძანების სახით რომ ამა და ამ საფუძველზე ბაღი იქნება უფასო ხო? ეს მენეჯერებმა უზრუნველყოს თვითონ ამ ბრძანების გამოკრის სახით შეიძლებოდა რომ აი მშობელს მიეღო და წაეკითხა. კი გეთანხმებით მაგაში საერთოდ ზოგადად უცალაებებ ბრძანებებს გამოყოფენ ჩვენ ვაკეთებ იმასობაში რომ აი თქვენ ბიუჯეტი გინდოდა რომ ყოფილიყო 1.500.000 და იმიდან გამომდინარე რომ თვითმმართველობას არ ქონდა ამის იგი ესეც რომ გამოგეკვრათ ეს ინფორმაცია რომ აი ჩვენ გვინდოდა რომ
ყოფილიყო ასე, მაგრამ მოხდა ასე. და ეს ინფორმაცია ხო ექნებოდა უკვე და ჩართულები უკვე ხდებოდნენ ჩართულები მშობლები. ბიუჯეტთან დაკავშირებით ნამდვილად არ გამოვიყრას ეს ინფორმაცია ჩვენი სრული ასე იყო და ესევე საკმაყოფილდა და მხოლოდ ამაზე შეგამის ეს ნამდვილად არ გამოვიყრავს არც ეს დანების პროცესზე საინფორმაციო უბრალოდ გამოვიყრავს რომ ბიუჯეტი უკვე არის ჩართულობა მშობლებს. ბიუჯეტი საინტერესებს მშობლებს. აი ბიუჯეტი ეს არის უკვე მშობლის ინტერესი. როცა ბიუჯეტში ჩართული იქნება მშობელი უკვე თავისთავად ჩაერთობა ყველა პროცესში. ამიტომია საკმაოდ საინტერესო საკითხია მშობლებისთვისაც, იმიტომ რომ ყველა ის ნიუანსი, რომელიც ბიუჯეტში ასახული, შედეგად მეორე მსხვერპლი ახდის გაწესებულებაში გარკვეულ სახეს იღებს ხოლმე, ხო? მან გვაქვს ან არა გვაქვს რაღაცა. ეს ხარისხზე ზოგადად მოყვავს სოფლის ბიუჯეტებიდან სოფელმა ბაღი რო აიშენა. ძალიან ისეთი აი ამ თემაზეც სოფლის პროგრამი სხვათა შორის მე ქონდა ამაზე საუბარი, რომ იქნებ სოფლის პროგრამაში ჩაგვერთო რომელიმე ბაღის ინტერესი რაღაცა გარემონტებულიყო, რაღაც ელემენტარულ დონეზე, რომ შეიცვალებულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც არც ერთმა სოფელმა არ წამოაყენა პრიორიტეტად ბაღის საკითხი. ხომ ვფიქრობთ, რომ რაღაც დააკლდა მშობელთან მუშაობას თემში ცხოვრობენ მოქალაქეები პოტენციური მშობლები არის. ეს საკითხია, შეიძლება რომ მართალი ერთმანეთს თქვენი შენი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მშობელი ყოველგვარი მუშაობის გარეშე უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ მისი შვილი კარგ გარემოში იყოს და თავისთავად ალბათ ეს მშობლისთვის შეგნების საკითხია, რომ დააყენოს ეს საკითხი და უშუალოდ დაიყენებინა ამ საერთო კრებაში საქართველოში ესე ხდება ხოლმე სამწუხარო რეალობა გვაქვს მშობელი ვერ გამოხატავს თავის მოქალაქეობრივ ვალს, თავის მოქალაქეობრივ ცნობის მოყვარეობას, ვინაიდან არ აქვს ინფორმაცია, არ აქვს ზოგადი წარმოდგენა, როგორ ხდება ეს ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, აი, რამდენი არის კოლონიური აღზრდის დაწესებულება ის სივრცე, საიდანაც ბავშვი და თუნდაც მშობელი უკვე გასული ადამიანი სწავლობს მოქალაქეობას. რამდენი არის სივრცე, სადაც სწავლობთ აი ამ ურთიერთობას, სწავლობთ გარკვეული სამსახურებისთვის სფეროს მარეგულირებელი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე მონიტორინგს. აი, რამდენი არის კოლონიური დაწესებულება ის სივრცე, სადაც ადამიანი ვითარდება და ყალიბდება როგორც მოქალაქე. სხვათა შორის აი როცა ის საუბრობთ რომ სამუშაო სასწრის გაზრდასთან დაკავშირებით, ჩემი ერთ-ერთი არგუმენტაცია იყო ის, რომ ამული მართალია მე ეს არ მევალებ, მაგრამ ყოფაში ამის რომ ბავშვი ჩვენ ვთქვათ ვთხოვთ შობილს რომ იყვეს ეს გარკვეული პერიოდი ბავშვი და გვაქვს კიდევ აკრძალვა ის რომ დაგვიანებაზე ვთქვათ რომ აი დაიკეტა საათზე ბავშვი და ახლა მიიღება ბავშვი ხაზს იყო თავისუფალი მსხვერპლა. ამით მე მშობლის დისციპლინასაც ვაყალიბებ, მშობლის პასუხისმგებლობასაც და აი არის თქვენი შეკითხვის პასუხად აი ეს შემიძლია გითხრათ რომ ყოველში მე ასე ჩავთვალე რომ აი ამ შემთხვევაში მშობლზეც მუშაობდით და თავისთავად პასუხი გამოდის რომ ესე იგი არის რაღაც დოზით ის სივრცე სადაც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ. რომელიც აჩვენს მაგრამ მათი მონაწილეობა უკვე თავიდანვე გამოიცხულა, ვინაიდან ეს იყო მზად დოგმა, რომელიც ელოდება, რომ მოიყვანს 9-ზე და იყო 7:30-ზე. მაგრამ ხომ ბოლოს და ბოლოს ვთქვათ ერთი-ორი წინააღმდეგობის შემდეგ, ესე იგი მივიდა რაღაც იმ თანხმამდე, რომ ეს არცია მისაღებია და დაგვიტანხმა და ჩაერთო ამაში. იქ რაღაც დოზით რაღაცა შეცვალეს. კი, ქალაქეობრივი შეცვალეს. არა მნიშვნელოვანია ჩვენთვის კითხავს თუ რა სამოქმედო გეგმა გაქვთ დაერჩევა საკითხთან დაკავშირებით. მთელი რიგი სოფლებისა დარჩენილია კოლონიური აღზრდის დაწესებულებების გარეშე.
როგორ მუშაობს ცენტრი იმისათვის, რომ გეოგრაფიული არეალის კონტები განვითარებისა უფრო გაფართოვდეს და ადგილზე გარკვეულ სოფლებში, რომელიც მოშორებულია ცენტრისგან, მუნიციპალური ცენტრისგან, შეიქმნას საბავშვო ბაღები და ბავშვებმა თავის კონსტიტუციური უფლება ჩართულობრივად მიიღონ. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ თქო უნდა არის ბონისის რაიონში ისეთი სოფლები, რომლებიც აბსოლუტურად მსხვერპლი არიან ამ შესაძლებლობას, თუმცა ძალიან ბევრ ბაღში, ქალაქშიც და სოფლშიც ჩართულები არიან იგივე შორს გეოგრაფიულად შორს მდებარე სოფლის ბავშვებიც საბავშვო ბაღებში, რომ მშობლები უზრუნველყოფენ მათ კი მათ მოყვანიან დაინტერესებული და რაც შეეხება ადგილებზე საბავშვო ბაღების გახსნას, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო და საინტერესო საკითხია, მაგრამ ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა, ამას სჭირდება შენობა, მივდივართ ისევ თანხებთან, მივდივართ ისევ ფინანსებთან. თქმა უნდა დაინტერესება არის თუნდაც აი დღის ცენტრებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთ-ერთ სოფელში გვაქვს დღის ცენტრი ნახიტორში და იქ 5-6 წლიანი ბავშვები არიან ჩართული ამ დღის ცენტრში და სკოლისთვის ემზადებიან ეს ბავშვები. სხვა სოფელში ეს შესაძლებლობა არ გვაქვს. ვისი ინიციატივა იყო? იცით როგორ იყო, ეს იყო თავიდანვე იყო არასამთავრობოს მიერ ხორციელდებოდა ეს პროგრამა და შემდეგ როცა დაამთავრდა ეს ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება განხების სამინისტრომ, შემდეგ გაგრძელებული იყო ჩვენი სახსრებით ამ ცენტრის არსებობა და ჩვენ ავიყვანეთ თანამშრომლები შტატში და 21 ბავშვი, ინტერნაშონალ მაშინ ისინი ვინც მუშაობდნენ არასამთავრობო როცა ეს იყო UNICEF-ის პროგრამით ხორციელდებოდა ეს და ისინი უკვე ტრენინგ გავლილი ამსტელი და თვითონ მუშაობენ დღესაც იმ ცენტრში. ცენტრი იქცა მუნიციპალურ სკოლამდე. იცით ძიეხაი როგორ არის, ძიეხის შემდგომ ჩვენ შტატში არიან ისინი და თავისთავად გამოდის რომ მიგოჩნდათ თუ არა რომ ეს ერთ-ერთი მექანიზმია იმისა რომ გაიზარდოს სერვისისთვის გეოგრაფიული არეალი და შოკის აუცილებლობა სოფლებში იყოს თუ მე როგორც ვიცი ეხლა სოციალური საწარმოს სახით გაიხსნება კიდევ ქვემოდოლში კიდევ ერთი დღის ცენტრი ბავშვებისთვის როდის საბავშვო ბაღი ეხლანდელ პერიოდში თუ წინა წლებში კიდე ასე იყო? რამე ჩამოაყდა, გაიყიდა შენობა ნაგებობა და ის გადაშენებული იყო 12 არის. რაც იყო 12 ბაღი ისე გვაქვს შემკე. კონტროლად რამდენიც ჩვენ ვფოთ ინფორმაციას მაისია ახლა 7 მაისია თითქოს წერს ბონისის მუნიციპალიტეტში და მაისის ბოლომდე იგეგმება კანონ პროექტის განხილვა პარლამენტში. რამდენად გქონდათ ამ კანონ პროექტის მზადების პროცესში ჩართვის საშუალება თქვენ როგორც ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცენტრის ხელმძღვანელს თუ იყო შემოთავაზება თქვენი რეკომენდაციები მიგეწოდებინეთ და აი თქვენი მოლოდინები რას პოზიტიურ ცვლილებებს მოგცემს კანონის კოლონიალური განვითარების შესახებ? რა გარანტიებს ელოდებით? რა შეიცვლება ამით? რა მოლოდინები გაქვთ ამ კანონთან დაკავშირებით? აი ცით რა არის აი დღევანდელი ამბები მაგალითად არ არის აი სტატუსი დღევანდელი ამბების სტატუსი ცოტა გაუხვებელია ხო ამბები ახლა აი თუნდაც ჩვენ მაგალითად ჩვენი საბავშვო ბაღები მხოლოდ 1 თვე აგვისტოების მერე დანარჩენი არის დაუშვათ ივლისის ბოლომდე მუშაობთ. აი თუნდაც რომ იყოს ის ერთიანად დარეგულირებული კანონის კუთხით რომ თქვათ როდის
უნდა იყოს ეს დავიწყოთ ვთქვათ სექტემბრიდან როდის უნდა შევადგოთ მუშაობას, როდის დამთავრდეს, როგორი კვალიფიკაციის უნდა იყოს აღზრდელი, მათი უფლებები, მოვალეობები რა უნდა გაიცოდეს, რა მოთხოვნები უნდა დაუყენოს. მე ვკითხავ ეხლა რომ ახალი 38 აღზრდელი მივიღეთ და კონკურსის სახით გაიარეს, მათ ჩვენთან კონკურსი მოეწყო და ესე შევარჩიეთ და ძალიან ბევრს ჰქონდა პრეტენზია, პრობლემა იმასთან დაკავშირებით, ვთქვათ, ერთი დავასაქმეთ, მეორე ვერ დავასაქმეთ. ამას კანონის ზენით ეხლა ჩვენ კი უხსენთ, ვთქვათ, გვჭირდება აუცილებლად სკოლამდელი აღზრდა ჰქონდეს ადამიანს, განათლება ჰქონდეს მიღებული, მაგრამ ჯერ ამდენიც სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტიც აღარ არის სამწუხაროდ და თავისთავად ეს გამორიცხავს იმას, რომ კვალიფიციურია კადრი. გვაქვს სურვილი დავასაქმოთ კვალიფიკაციის მიხედვით, მაგრამ რამდენად არის ბაზა ამისთვის, ეს ყველაფერი ალბათ მიიმედ იმას, რომ კანონში იქნება რაღაც დარეგულირებული და რაღაცა განსაზღვრული იქნება, ხო? კადრი არ მოყოლება შესაბამისად მოთხოვნებსაც ვერ წაუყენებ. და მაგას ვამბობ, ალბათ თუ კი მოთხოვნებს ვუყენებ, უნდა იყოს თავისთავად ის, რომ გარანტირებული რაღაც საშუალება იყოს იმისა, რომ მე წაუყენო ეს მოთხოვნა. მე კი მინდა რომ თქვა კარგი სპეციალისტი იყო, მაგრამ თუ ვერსად ამას ვერ შეისწავლი, შინჩენი მოთხოვნაც არ იქნება ხო რაღაც თუ გააქვს გარდა ამ საკითხისა, კანონისგან მოლოდინი იმის, რომ იურიდიული ნიუანსები დაიხვეწება. აი რამდენად დაიწყეთ თითოეულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შესაძლებელია, კონდეს IP სტატუსი. და IP სტატუსი ნიშნავს იმას, რომ მას თვითონ დამოკიდებულებები განსაზღვროს პრიორიტეტები, განსაზღვროს მიმართულებები და ასე შემდეგ. აი, როგორ ფიქრობთ, კანონი რამდენად დაარეგულირებს? აი, მე ვფიქრობ, რომ ეს სოციალურის ვიცი, რომ ზოგიერთ რაიონში ყველა სამეფოდ არის, ათითაოდ არის ჩამოყალიბებული. ჩვენთანაც ყველა ცალ-ცალკე იყო, მაგრამ 6 წლის წინ გაერთიანდა და მთლიანად დაწესებულება უზრუნველყოფს ყველა მათ საჭიროებას. ცენტრი ატარებს IP სტატუსს. ჩვენ გვაქვს IP დაწესებულება და შემოდის ჩვენთან 12 საბავშვო ბაზა და ჩვენ ვუყარეთ ყველა პრობლემას აბსოლუტურად იქ რა საჭიროებაც იქნება, აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენ ვუყარეთ, მაგრამ აი ეს მაინტერესებს ზუსტად ჩემთვის ეს საკითხია, ესეთი თემა არის, რომ აი თქვა რატომ ესე სხვადასხვანაირად და რაღაც რომ შეიძლება რომ ერთიანი მიდგომა, რაზეც ვსაუბრობთ, რომ ერთიანი მიდგომა იყოს, თქვა და რაღაცან ვიცოდეთ, რომ აი საბავშვო ბაღში ეს საკითხი ხდება, აი დავშვათ აი ეს რამდენად თუ არის თქვენთვის დაყოლებად ის, რომ IP სტატუსი განიჭებთ კადრით საშუალებას გახვიდეთ დონორებზე, მოისიდოთ სხვადასხვა რესურსი იმისათვის, რომ სფერო უფრო განვითარდეს. რამდენად მარტივია თქვენთვის, როგორც სფეროს ხელმძღვანელისთვის, იმუშაოთ გარდა იმ ყველაფრის, რასაც აკეთებთ დონორობის მოზიდვაზე და იმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი იქნეს მობილიზებული სფეროს ირგვლივ. რამდენად მარტივია ეს თქვენთვის და რამდენად გჭირდებათ თანადგომა ამ საკითხში? იცით რა არის თანადგომა თავისთავად გჭირდება, იმიტომ რომ ბაღში წლების განმავლობაში ამასოდეს არაფერი არ გაკეთებულა და ეხლა ერთიანად 12 ბაღის ყველა საჭიროების აღმოყვა ძალიან დიდ სიმეტრიულად დააჭრება თავისთავად ბიუჯეტს და ამიტომაც შაშანკი გარემოց და ჩვენთან რამდენიმე ბაღი წელსაც რამდენიმე ბაღის რემონტი იგებება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღმოფხვრილი იქნება ყველა ბაღის საჭიროება, ყველა ბაღს თავისი ჭირდება. თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, მაგრამ რომ ვიტყვას, რომ ვინმე ამ კუთხით მოვიდიეთ და ვინმე დონორზე გავედით ამ რაღაცას მსგავსი ნამდვილად არა, იმიტომ რომ ზოგადად მცირე თანხებთან არ არის ეს დაკავშირებული. ვიცოდნე რომ ჭირდება იმის საქმის მიმუშავა მართლაც ალბათ ამაში. ძალიან საინტერესოა ის სტრატეგია, რომელიც ჩვენთან წლამდე არის განსაზღვრული სფეროს და ასე თქვა დასახულია
გაგოლი მიზნები, თუ გაქვთ გათვალისწინებული ინკლუზიური განათლება, თუ გაქვთ რაიმე თქვენური ხედვა, როგორ ჩავთოთ სკოლური აღზრდის სფეროში, სკოლურ განათლებაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რათა მათ მიეცეთ საფუძველი თავისუფლად შეაბიჯონ სკოლაში. რამდენად არის ეს სტრატეგიაში გათვალისწინებული და დღევანდელ დღეს რამდენ მუშაობს ამ მიმართულებით? ჩემ სტრატეგიაში კი ნამდვილად არის ეს გათვალისწინებული, ხონდა იცით როგორ არის ბოლნიში უბრალოდ ძალიან დიდად არ ამაქვს ეს სტრატეგიაში განხილული, იქიდან გამომდინარე ბოლნიში არსებობს ასეთი ცენტრი დამოუკიდებლად ცალკე ინკლუზიური განათლების ცენტრი თვალისწინებელია ასაკის ბავშვები არიან იმ ცენტრში, რომელი ასაკიდან არიან, არის, მაგრამ ჩვენს ბაღებში მაშინ საჭირო იქნება აუცილებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რა თქმა უნდა, ყოფილში პანდუსები იგულისხმება თავისთავად და კიდევ ბევრი სპეციალური განათლების და სპეციალური საჭიროებებისთვის მაშინ უნდა იყოს გადამზადებული სპეციალისტები, რა თქმა უნდა, და ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჰიპერაქტიული ბავშვი იქნება ჩართული ბაღში და ეს საკმაოდ რთული არ იყო მარტივი ბაღისთვის და ვიცი რამდენიმე ბავშვი, რომელიც გადადიოდა ხალხს ნამდვილად ასეთი კონტინენტი არ გქონია. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვისურვებთ, რომ რაც შეიძლება მეტი საშუალება გამოჩნდეს იმისათვის, რომ ის დანაკლისი, რომელიც ბიუჯეტის სიმწირითაა გამოწვეული, შეივსოთ და წინ და წავიდეს სფერო და რაც შეიძლება მეტად განვითარდეს და ზოგადად ბავშვების უფლება ადრეული ასაკიდანვე მიიღოს განათლება და განვითარდეს სკოლური აღზრდის დაწესებულება იყოს ამ უფლების გარანტი. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა თქვენ